Აი გამარჯობა ყველას, მოგესალმებით გურიიდან. მე ვარ გიორგი ჩხაიძე, კომპანია ბადიშის დამფუძნებელი. ბადიში არის გურული საოჯახო კომპანია, რომელიც ქმნის და აწარმოებს გურულ გემოებს. ჩვენ რადგან გურულ გემოებს ქმნით, გვინდა გავაცნოთ არა მარტო ქართველ მოხმარებლებს, არამედ უცხოელებს და გვინდა ეს გურული გემოები, გურული გასტროკულტურა გავაფართოვოთ და არა მარტო გასტროკულტურა, ასევე გურული ხასიათი. დავიწყე მცირე მეწარმეობით, ვიყავი სტუდენტი, სწავლობდი აგრარულზე და როცა უკვე დავამთავრე უნივერსიტეტი 2020 წელს, წავედით გურიაში მამაჩემთან ერთად, დავანებეთ ყველაფერს ჩვენ საქმიანობას თავი და გურიაში დავიწყეთ უკვე ჩვენი წარმოება და აგრარულზეც იმიტომ ჩავაბარე, რომ სულ მინდოდა სოფელში დაბრუნებული ვიყავი. ბადიშიც მაგიტო შეიქმნა და მე ვფიქრობ, რომ დიდი ხედვები გვაქვს და მაქსიმალურად ვაკეთებ ყველაფერს, რომ გავაფართოვოთ და უფრო დიდ აუდიტორიას გავაცნოთ ჩვენი შექმნილი პროდუქტი. ბადიშის სახელი წამოვიდა იქიდან, რომ თვითონ კუთხურად, ძირითადად აჭარაში, გურიაში და სვანეთში რა, ნიშნავს შვილიშვილს. ჯორიკო ბაბუა ჩემია. ამდენ ჩამოდიოდი სოფელი და ყველა რომ მეუნებოდა, ისი ბადიში ხარ და მე აქ ყველა რომ ჯორიკოს ბადიშის რომ ცნობდა სახელით, მე ვიხდი რომ ბრენდსაც ბადიში უნდა დარქმოდა. ჩვენი წიწაკაც მოყვავს, ნიორიც მოყვავს, ადგილობრივი ფერმერებისგან აქვს ყიდულობთ. მაგალითად, გულუსუნეს ვაკეთებ ჩვენ ბახმაროს ქინძით. თიდან მოყვაქვს ადგილობრივი ენდემური ჯიშის კულტურებისგან შედგება ჩვენი პროდუქტები. ჩვენ ყველანაირი პამიდორისაგან და ტყემისგან არ ვაკეთებთ პროდუქტს რა. ჩვენ გვაქვს გარკვეული ჯიშები არჩეული. ეს ყველაფერი ბებომასწავლა რეცეპტები. ბავშვობიდანვე მიყვარდა ეს კულინარიაში ჩარევა, სულ ეხმარებოდი სწავლების მოხარშვა იყო, გაჭყლეტვა იყო ჩანგლით, რაც მურავეს ვაკეთებდით და მაგიტომაც დავარქვი, რომ ვარ მე ამ რეცეპტების შვილიშვილი. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და ვამაყობ, რომ ვარ ამ პროექტის მონაწილე. სხვადასხვა ეტაპი იყო, რითაც შემდეგ იყო გამოფენებიც, გრანტიც ავიღეთ, რითაც ჩემი წარმოებაში შევიძინე რამდენიმე დანადგარი და პროდუქტის დავამატე ეს არის ხაში მოკრეფილი მოცვი, ამისგან საწებელს ვაკეთებთ. სამწუხაროა, რომ აი ვინმე რო გავაჩერო და რო უთხრა 5 გურული კერძი ჩამომითვალე. შეიძლება გურული ღვეძელის გარდა ვერაფერი ვერ მითხრას რა. ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანი რა, ეს გავაცნოთ, გავაპოპულარულოთ.